მიხეილ სააკაშვილი ჰააგის ტრიბუნალს უნდა გადაეცეს. ამ მოთხოვნით ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბი გამოდის. პრეზიდენტის გასამართლების მოთხოვნით კლუბის წევრები ვაკის პარკში შეიკრიბნენ და ევრაზიის ინსტიტუტთან ერთად საპროტესტო აქცია გამართეს. აქციას 10-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია შეუერთდა. კლუბის ინიციატივით აქციები 15 მაისიდან საქართველოს რეგიონებშიც გაიმართება. დღევანდელი აქცია ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს, იმას, რომ ქართულ საზოგადოებას და საერთაშორისო საზოგადოებას დავანახოთ, თუ ვინ იყო მიხეილ სააკაშვილი, თუ როგორი მსგავსება იყო მის რეჟიმს და ფაშისტური გერმანიის ადოლფ ჰიტლერის რეჟიმს შორის და ის რომ ის უნდა იქნეს დასჯილი და კანონის ფარგლებში აბსოლუტურად ყველა მოქმედებაზე უნდა ესე ვთქვათ მოეთხოვოს მას პასუხი. ჩვენი მოთხოვნა არის მიხეილ სააკაშვილის გასამართლება ამ პოლიტიკის გამო, რასაც იგი ამ 8 წლის განმავლობაში ატარებდა, იმიტომ რომ ეს არის ფაშიზმის პირდაპირი პროპაგანდა იმ ქვეყანაში, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ამ დამსახურებებში და შესაბამისად ეს საქმე გამოძიებულ იქნას ჩვენ გვსურს რომ ეს საქმე გამოძიებულ იქნას ჰააგის ტრიბუნალის მიერ.